დღეს წარმოდგენილმა ყველა დაზარალებულად ცნობილმა პოლიციელმა დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ მათთვის არ არის ცნობილი ვისი მხრიდან მოხდა იმ ნივთის გასროლა, რომელმაც შედეგად გამოიწვია მათი დაზიანება. ისინი არ იცნობენ ზვია ცეცხლაძეს ისევე როგორც დანარჩენ არც ერთ ბრალდებულს, მათ ვერ დაადასტურეს, რომ ამ კონკრეტული პირების მიერ განიცადეს და მიიღეს ზიანი. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები კიდევ უფრო მეტად ადასტურებს იმას, რომ ზვია ცეცხლაძე წარდგენილ ბრალდებაში არის udანაშაული. საქმეში რა არის წარმოდგენილი, რითიც დასტურდება, რომ პოლიციელებმა მიიღეს დაზიანება და რამდენად სარწმუნო და სანდო არის ეს დაწესებულება? სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია სხვადასხვა ტომში წარმოდგენილი დაზარალებულების ფორმა ასები, სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ დაზიანება მიყენებული, მაგრამ ვერც ერთმა დაკითხულმა დაზარალებულმა ვერ დაადასტურა დაზიანების მიყენების მხილველი მოწმის სახელი და გვარი. ანუ კონკრეტულად 28 ნოემბერს რომ განხორციელდა კონკრეტული პირის დაზიანება, ვინ შეესწრო ამ კონკრეტულ დაზიანებას ვერ დაადასტურა ვერც ერთმა. მხოლოდ ერთმა მოწმემ დღეს ისაუბრა, ვინ გადაიყვანა, რომ ისმა 20 მეთაურმა ბუიღლიშვილი თუ სწორად მახსოვს, ბატონმა ლაშა ბუიღლიშვილმა ისაუბრა მხოლოდ ამ დაზიანების ფაქტის მხილველი მოწმის თაობაზე. სხვა ვერც ერთმა მოწმემ, ის კი არა მის უშუალო ხელმძღვანელებს ვერ ასახელებდნენ და ეს იყო ძალიან ესეთი პრობლემური საკითხი. სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი რამდენადაც მახსოვს არც ერთი სამოსი, დაზარალებული პირის სამოსი, რომელიც სამოსზეც იქნებოდა დატანილი სისხლის კვალი და შესაბამისად ეს იქნებოდა უკვე ლოგიკურ ბმაში ამ პიროვნებების მიმართ განხორციელებულ დაზიანებასა და ამ კონკრეტულ სამოსზე ამოღებულ სისხლის კვალთან. შესაბამისად დღის წესრიგში რა თქმა უნდა დგება ეს საკითხის და რადგან დაზარალებულების თავად ვერ უთითებენ რომ ეს ტანსაცმელი რამ მდგომარეობაში იყო, რატომ არ ამოიღო პოლიციამ, რატომ არ გადასცეს პოლიციას, ბუნებრივია ჩნდება ლოგიკური კითხვა. ჩვენ ამ საკითხზე აქტიურად ახლა არ ვისაუბრებთ, თუმცა დასკვნით სიტყვაში მთლიანი საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ბუნებრივია გავაკეთებთ აქცენტებს და შესაბამისად სასამართლოს შესაფასებელი იქნება, რამდენად არსებობდა ასეთი ფაქტები. სისხლის სამართლის საქმეში არსებობს სამედიცინო დოკუმენტები, სპეციალური ექსპერტიზით და სხვადასხვა ინფორმაციით შეკრებილი ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს კონკრეტული პოლიციელის დაზიანებაზე. თუმცა კონკრეტულად პოლიციელის მიმართ განხორციელებული დაზიანება განახორციელა თუ არა ვეფხია კასრაძე მან სხვა ბრალდებულმა, ეს არ იკოთება საქმეში. როდესაც პოლიციელები მოდიან სასამართლო დარბაზში და ჩვენ ვეკითხებთ და ამბობენ და მიუთითებენ გამოკითხვის სოფში, რომ ისინი წავიდნენ თავიანთ კოლეგებთან ერთად აქციაზე, და როდესაც ვეუბნები, რომ რამდენი თანამშრომლები ხართ თქვენ განყოფილებაში, რომელ კოლეგებთან წახვედით, ამაზე კითხვები არ აქვთ. რა თქმა უნდა, პასუხები არ აქვთ ამ კითხვებზე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩნდება მათი სანდოობის კითხვის ნიშნები არის მან სანდოობასთან დაკავშირებით და მოწმის სანდოობა ჩნდება თავიდან ბოლომდე ეჭვის ქვეშ. როგორ შეიძლება პოლიციელმა არ იცოდეს, რომელ თანამშრომელთან წავიდა და მაგალითად რამდენი უფროსი ყავს და ამ უფროსების სახელი და გვარები.